მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკო კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის სექტემბრის ტაროსკოპს ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების ხუთიანი. ამ პერიოდს საკმაოდ პესიმისტური განწყობებით გაივლით, არასტაბილური ემოციური მდგომარეობის გამო შესაძლებელია გრძნობდეთ დაბნეულობას, ვერ მოახერხოთ კონცენტრირება აწმყოზე და ნიჰილისტურად უყურებდეთ სამომავლო პერსპექტივებსაც. შესაძლებელია გქონდეთ განცდა, რომ გარკვეული გეგმები ისე ვერ განვითარდა როგორც გსურდათ, გქონდეთ ერთგვარი დანაკარგის განცდა, სინანულის გრძნობა, ან გარკვეული იმედგაცრუება, ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში დასრულდეს თქვენი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მაგალითად სამსახურს, პირად ურთიერთობას, ან რომელიმე მოლოდინზე გადაგეწუროთ საბოლოოდ იმედი. და ამიტომ მართლაც გქონდეთ რეალური მიზეზი დარდისთვის. თუმცა ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ თქვენ ზედმეტად ხართ მიჯაჭვული და ზედმეტად განიცდით წარსულს. ისეთ რაღაცას, რაც უკვე დასრულდა თქვენ ცხოვრებაში და აღარ დაბრუნდება, რადგან ეს უკვე განვლილი ეტაპია თქვენთვის. და ამის გამო ვერ ხედავთ იმ შანსებს, რომელსაც ახლა გაძლევთ სამყარო. გაიხსენეთ, რომ ყოველი დასასრული ახლის დასაწყისია, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე აუცილებლად იღება, შეეცადეთ ნაკლებად აყვეთ ემოციებს და მეტად რაციონალურად შეხედოთ ცხოვრებას, აწმყოს და მომავალს. მნიშვნელოვანია ყოველ ცხოვრებისეულ გამოწვევაში დაინახოთ ახალი შესაძლებლობები და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ისინი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების დედოფალი სექტემბრის განმავლობაში პირად ცხოვრებაში უფრო მკაფიოდ გამოავლენთ საკუთარ თავს, იგრძნობთ შინაგან ძალას, თავდაჯერებულობას და სურვილს, რომ აღარ დამალოთ ის, რაც რეალურად გინდათ. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას ურთიერთობებში დაიკავოთ უფრო აქტიური, გაცნობიერებული პოზიცია და აღარ დაელოდოთ, რომ სხვამ, თუნდაც თქვენმა პარტნიორმა განსაზღვროს თქვენი ადგილი. ამ პერიოდში თქვენი ენერგია, ტემპერამენტი და შინაგანი ცეცხლი უფრო მკაფიოდ გამოვაგარეთ, გახდებით მეტად მიმზიდველები და შესამჩნევები გარშემომყოფებისთვის და ბუნებრივად მიიზიდავთ ადამიანების ყურადღებას. ასევე თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი ღირებულების გაცნობიერება, თვითშეფასების გაძლიერება, როცა საბოლოოდ გაერკვევით რას იმსახურებთ და აღარ დათანხმდებით იმაზე ნაკლებს, ვიდრე თქვენთვის იქნება მისაღები. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გულწრფელობა, პირველ რიგში საკუთარ თავთან და გექნებათ დრო, როცა ურთიერთობაში ერთდროულად შეძლებთ იყოთ ძლიერიც, თბილიც და დამოუკიდებელიც. და სწორედ ამ ბალანსში აღმოაჩენთ თქვენს ახალ მეს და ნამდვილ მიზიდულობასაც იგრძნობთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია წყვილებისთვის. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი სექტემბრიდან თქვენს ურთიერთობაში ახალი, უფრო თავისუფალი და სპონტანური ეტაპი დაიწყება. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ საჭიროა გარკვეული დროით გვერდზე გადადოთ ძველი წყენები, წინასწარ შექმნილი მოლოდინები, ან ურთიერთობის შესახებ ჩამოყალიბებული თქვენი წარმოდგენები და
ერთმანეთთან უფრო უშუალო ურთიერთობა დაიწყოთ. ეს შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელ გადაწყვეტილებებში, ერთად დაგეგმილ მოგზაურობაში, რაიმე ახალი გამოცდილების მიღებაში, ან უბრალოდ ყოველდღიურობაში მეტი სიმსუბუქის და ხალისის შეტანით. ამ ბარათის ენერგია მოგიწოდებთ, რომ ნაკლებად აკონტროლოთ ერთმანეთი და მეტი საშუალება მისცეთ პარტნიორს და საკუთარ თავსაც თავისუფალი თვითგამოხატვისთვის, სპონტანურობისთვის და ნდობისთვის. ზოგჯერ ეს ბარათი ნიშნავს ურთიერთობის ახალი წესების ჩამოყალიბებასაც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძველი აუცილებლად ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ კავშირი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების ხუთიანი, თქვენ თანდათანეგუებით თქვენ სიმარტოვეს და გამორიცხული არ არის სექტემბრის განმავლობაში საბოლოოდ დაყაროთ ფარხმალი. მოიფიქროთ უამრავი მიზეზი და გამართლება, რატომ ვერ აწყობთ პირად ურთიერთობას. თავი მოიტყუოთ, რომ ასე უკეთესია. ან გადახვიდეთ მეორე უკიდურესობაში და გააბათ რამდენიმე პარალელური ურთიერთობა, იქით მოატყუოთ სხვები, მაგალითად თითოეული დაარწმუნოთ, რომ ის არის ერთადერთი თქვენ ცხოვრებაში, გახლართოთ სხვადასხვა სახის ინტრიგები, ჩააყენოთ სხვები კონკურენტულ პაექრობაში, შეიძლება თავადაც გაეხოთ კონფლიქტურ სიტუაციებში და კიდევ უფრო მეტი პრობლემები მოიზიდოთ, ამიტომ გირჩევთ დამშვიდდეთ, ჯერ საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში გაერკვეთ საბოლოოდ და როცა იგრძნობთ, რომ მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, თავად მოვა საინტერესო და თქვენთვის სასურველი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ სექტემბერში საქმიანი სფერო, ხმლების ტუზი, ამ პერიოდში საკმაოდ აქტიური ეტაპი გელით საქმიან სფეროში, განსაკუთრებით ფიქრის, ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. შესაძლებელია გაგიჩნდეთ ახალი, მნიშვნელოვანი მოსაზრებები თქვენს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ისეთი იდეები, რომლებიც ერთბაშად ცხადს გახდის იმას, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო. გაგიჩნდებათ სწრაფად და მკაფიოდ მოქმედების სურვილი. შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და უმალვე შეუდგეთ მათ განხორციელებას, გადადების, ზედმეტი ეჭვების და ყოყმანის გარეშე. ამ პერიოდში თქვენი გონება იმუშავებს ბრწყინვალედ, იქნებით კონცენტრირებულები, შეძლებთ მახვილგონივრულად გადაჭრათ პრობლემები და სწორად დაინახოთ, სად ღირს ძალისხმევის ჩადება და სად აღარ. გაზრდილი იქნება თქვენი კომუნიკაციის უნარიც, შეძლებთ საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვას, არგუმენტირებულ საუბარს და საჭირო დროს სწორი სიტყვების პოვნასაც. ამასთანავე იგრძნობთ თავდაჯერებულობას, შინაგანი სიმართლის დაცვის სურვილს და მიზანდასახულად იქნებით ორიენტირებული წარმატებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენ სიტყვას და გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ძალა ექნება. ეს არ იქნება დროებითი იმპულსი და გადაიქცევა მიმართულებად, რომელიც თქვენს პროფესიულ გზას განსაზღვრავს სამომავლოდ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების სამიანი, ამ პერიოდში პროფესიულ სფეროში განსაკუთრებით აქტუალური იქნება თანამშრომლობის თემა, იგრძნობთ, რომ მარტო მოქმედება აღარ არის საკმარისი და შედეგს სწორედ ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს. შესაძლებელია ჩაერთოთ ახალ გუნდურ პროექტში, დაიწყოთ თანამშრომლობა ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ხედვა და მიზნები გაკავშირებთ და ამ პროცესში თქვენი კომპეტენცია და პრაქტიკული უნარები სხვებისთვისაც კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. ეს ბარათი ასევე მიუთითებს, რომ ამ პერიოდში თქვენი შრომა შეფასდება არა მხოლოდ შედეგებით, არამედ მიმდინარე პროცესითაც.
ნიშნულოვანი იქნება, როგორ მუშაობთ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებით დეტალებს და რამდენად მზად ხართ ახალი ცოდნის შეძენის და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ პროფესიული აღიარება, მხარდაჭერა, ან ისეთი უკავშირი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. სექტემბერი ასევე კარგი დრო იქნება ცოდნის გაღრმავებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი უნარების შეძენა, ან გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მომავალში თქვენი პოზიციების გამყარებაში. რაც უფრო გააზრებულად ჩაერთვებით საერთო საქმეში, მით უფრო სტაბილურ და პერსპექტიულ საფუძველს ჩაუყრით თქვენს პროფესიულ განვითარებას. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების 7-იანი მაქსიმალურად იაქტიურეთ ამ პერიოდში, რადგან მაღალია თქვენი დასაქმების შანსი. მით უმეტეს თუ უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეცებთ შესაბამის ვაკანსიას, დიდი ალბათობით სწორედ სექტემბერში იპოვით მას. და ახალი სამსახური ასევე დიდი ალბათობით ერთი მხრივ სიმშვიდეს მოგანიჭებთ და სამომავლო პერსპექტივებს დაგანახებთ, მეორე მხრივ კი მოგიწევთ გადაეწყოთ ახალ რეჟიმზე და საკმაოდ დატვირთული პერიოდიც გექნებათ ამ მხრივ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 6-იანი ძალიან პოზიტიური პერიოდი გელიწინ, შესაძლებელია ბევრი ისეთი საქმე მოაგვაროთ, რომელშიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დებდით ძალისხმევას, მიიღოთ ისეთი შედეგები ან მოგეცეთ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება ბედის საჩუქრადაც კი მიიღოთ. გექნებათ მიზეზები, რომ იყოთ კმაყოფილები, მოგინდებათ თქვენი ემოციების გაზიარება, ამ პერიოდში შესაძლებელია დაკავდეთ ქველმოქმედებით, ან დახმარების ხელი გაუწოდოთ კოლეგებს, იქნებით შემოქმედებით ტალღაზე, მოგივათ ახალი იდეები, როგორ განავითაროთ თქვენი საქმიანობა, ასევე მოიმატებს თქვენი სენტიმენტალურობა, განსაკუთრებით ნოსტალგიური განწყობები წარსულთან მიმართებაში, შესაძლებელია ხშირად გაიხსენოთ გზა, რომელიც აქამდე გამოიარეთ, გადახედოთ დაშვებულ შეცდომებს, გაიხსენოთ წარმატებებიც და ამ პერიოდში სავსე იქნებით შთაგონებით, თავდაჯერებულობით და შემართებით, რომ კიდევ მეტად რეალიზდეთ საკუთარ საქმეში. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს სექტემბერში, ხმლების 6-იანი თქვენი მატერიალური მდგომარეობა სექტემბერში გაუმჯობესებას დაიწყებს, შესაძლებელია ამ პერიოდში მოახერხოთ გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დახურვა და ამ გზით შეამციროთ თქვენი ხარჯები. ასევე შესაძლებელია გაგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო ან წყაროები, თუმცა გამორიცოლი არ არის, მიიღოთ ერთჯერადი შემოსავალიც, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ გარკვეული ვალდებულებებისგან და სამომავლოდ პოზიტიურად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების ტუზი, იყავით პოზიტივზე ორიენტირებული, გახსენით გული სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, შთაგონებისთვის და ზოგადად ახალი ემოციებისთვის. ეს პერიოდი დადებით ემოციებს მოგიტანთ და იგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის ახალ იმპულსებს. ეს შესაძლებელია განპირობებული იყოს ახალი ადამიანის გამოჩენით თქვენ ცხოვრებაში, ახალი შანსებით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ფიქრობ, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლებურად გაიაზროთ თქვენი ცხოვრება, არსებული შესაძლებლობები და მომავალიც კი. ეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ შანსები, რომელსაც სექტემბრის განმავლობაში აუცილებლად მოგცემთ სამყარო და რაც მთავარია, მეტად მოусმინეთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ასეთი იყო 2026 წლის სექტემბრის ტაროსკოპი ტყუპებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ
ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотивაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.